თარგმანება იმათეს სახარებისა ითავი სიტყვა იესე, მაშინ მოვიდა იესო მათ თანადაბასა, რომელსა ჰქვიან გეთსემანეი და ჰრქვა მათ, დასხედით მან და ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო. და წარიყვანა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარება და ურვად. მაშინ ჰრქვა მათ იესო, შეწუხებულ არ სული ჩემი ვიდრე სიკვდილამდე 26, 36, 38. დიდი სიყვარული აქონდა სანატრელთა მათ მოწაფეთა ქრისტეს მიმართ და მარადის განუშორებელი იყვნენ მისგან და ყოვლადვე არა მოსწყდებოდეს, უფრო ისად მაშინ, ოდეს იგი ესმოდა ვითარმე დეგულების მისვლა ივნებად. ამისთვის ეტყვის, დასხედით მან და რამე თუ ჩვეულება აქონდა მარტოებით ლოცვად. ხოლო ამისთვის ესრეთ იქმოდა, რაითა ჩვენ გვასწავლოს შამსა ლოცვისა სამყუდროებისა პოვნა და ფრიადისა უშფოთველობისა. და წარიყვანა სამნი იგი ნეტარნი და ჰრქვა მათ, შეწუხებულ არ სული ჩემი ვიდრე სიკვდილამდე. რაისათვის არა ყოველნი წარიყვანა, არამედ იგი ხოლო სამნი. რამე თუ ეგულებოდა ამისცა კაცობრივისა ბუნებისა ჩვენებად, რომელ არს მწუხარებაი და ურვაი ჟამსა სიკვდილისასა. ამისთვის ესენი წარიყვანა, რომელთა ეხილვა თაბორს მისი იგი დიდებაი, რაოდენ შემძლებელი იყვნენ ხილვად, რაითა არა შეორგულდნენ. ხოლო ეგულებოდა რაი ლოცვად, იგინიცა კიდე დაუტევნა. სახარებაი და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსაზე და თვისა ილოცვიდა და იტყოდა, მამაო, უკვე თუ შესაძლებელი არს თანაწარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე, ხოლო არა ვითარ მემნებავს, არამედ ვითარცა შენ. და მოვიდა მოწაფეთა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქვა პეტრეს, ესოდენ ვერ ძალგიც ჯამერთ მუიძარებად ჩემთანა. იღვიძებდით და ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა, სული გულს მოდგინე არს, ხოლო ხორცი, უძლურ 26, 39, 41. თარგმანი, არა ცუდად ყო სიტყვა ითვისი პეტრეს მიმართ, რაღაცა თუ სხვათაცა დაეძინა, არამედ ამხილებს მას ზემოთქმულისა მის მიზეზისათვის, რამე თუ იტყოდა, რაღაცა თუ იყო სიკვდილი ჩემი შენთანა, არასა და უარყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს. მათე 26-35 ამისთვის პეტრეს მიმართ ყო სიტყვაი და ყოველთა პირი შემოიღო, რაითა ამხილოს უძლურებაი მათი, ვითარ რომელნი იგი მისთანა სიკვდილად განმზადებული იყვნეს, ვერცა თუ მწუხარებასა მას მისთანა მღვიძარებად შეუძლეს. ხოლო თავადი ილოცავს მუხლმოდრეკით და ხელაპყრობით, რაითა გვასწავლოს, თუ ვითარ გვიხმს შეწირვაი ლოცვათაი და რაითა მწვალებელთაგანმან ვერ ვინთქვას, თუ იჩემებდა საქმესა მასურვისა და მწუხარებისასა. ამისთვის ოფლი გარდამოდიოდეს პირისა მისისაგან, ვითარცა ნაცვეთნი სისხლისანი და ანგელოზი გამოუჩნდა და განაძლიერებდა მას და მრავალი სახე შიშისა იაჩვენა, რაითა ვერ ვინთქვას მწვალებელთაგანმან, თუ სიტყვანი იგი მოპოვნებულნი იყვნეს. ამისთვის ილოცავს. და რომელი გითქვა, უკვე თუ შესაძლებელი არს თანაწარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე, გამოაჩინა ბუნებაი კაცობრივი. ხოლო რომელ თქვა, არა ვითარ მემნებავს, არამედ ვითარცა შენ, გვასწავა სათნოებაი და ახოვნებაი, რაითა რაღაცა თუ ბუნებაი წინა აღუდგებოდის, არამედ ნებაი სულისაი ნებასა ღმრთისასა შეუდგეს. და ვინაითგან არაკმა ეყოფო და უგუნურთა სახისაოდენ ჩვენებაი, ანუ სიტყვათა ხოლო თქმაი, ამისთვის ორსავე აღასრულებს. სიტყვათაცა იტყვის გამომაჩინებელთა ბუნებასა მას კაცობრივსა და საქმეთაცა აჩვენებს და მამტკიცებელთა სიტყვისათა, რაითა რწმენეს სრულიად უგულისხმოთაცა, ვითარმედ კაც იქმნა ჭეშმარიტად და სიკვდილი დაითმინა ბუნებითა მით კაცობრივითა. ხედავა, რაოდენითა სახითა სარწმუნო ყოფს ჭეშმარიტებასა მას განკაცებისა მისისასა.
სიტყვით და საქმით. და მოვიდა მოწაფეთა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰქვა პეტრეს, ესოდენ ვერ ძალგიც ჯამერთ მუიძარებად ჩემთანა. იღვიძებდით და ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა. ხედავა ვითარ ასწავებს, არა ამპარტავნებად, არამედ სიმდაბლედ და შემოსრულებად და ღმრთისა მიგდებად ყოვლისავე საქმისა და ლოცვად, რაითა არა შევიდენ განსაცდელსა. რამე თუ ესე მარადის განგვიწესა. და კვალად ითქვის. სული გულს მოდგინე არს, ხოლო ხორცნი უძლურ. ესე იგი არს ვითარმედ, რაღაცა თუ გინდეს უგულებელს ყოფა ისიკუდილისაი, არამედ ვერ ხელგეწიფების, უკე თუ არა ღმერთმან მოგცეს ძალი, რამე თუ უძლურებაი ხორცთა ბუნებისაი მოიზიდავს გულს მოდგინებას ამას სულისასა. ამისთვის ილოცევდით, რაითა მარადის ღმერთი იყოს შემწედ თქვენ და. სახარებაი, კვალად მეორედ წარვიდა და ილოცვიდა იესო და თქვა, მამაო ჩემო, უკვე თუ ვერ შესაძლებელი არს სასუმელი ესე თანაწარს ვლად ჩემ და, რაითა მცა არა შევსო იგი იყავნებაი შენი 26:42. თარგმანი კვალად გამოაჩინებს ვითარმედ ყოვლით კერძო თანაეწამების ნებასა ღმრთისასა, რაითა გვასწაოს ვითარმედ ყოველსავე და ნებისა მისისა ჯერ არს მიყოლა და ამისი ძიებაი, თუ რომელი არს სათნო ღმრთისა. სახარებაი და მოვიდა კვალად და პოვნა იგინი მძინარენი, რამე თუ იყვნენ თვალნი მათნი დამძიმებულ. და დაუტევნა იგინი 26, 43, 44. თარგმანი ჟამიცა ღამისა იფრიად წარსულიყო და მწუხარებითა დიდითა შეპყრობილიყვნეს მოწაფენი და ურვითა, ამისთვის დამძიმებულიყვნეს თვალნი მათნი ძილითა, რეცა მითვლემულიყვნეს და დახსნილ. სახარებაი და მერმე წარვიდა მესამედ და ილოცა და მასვე სიტყვა საიტყო და 26, 44. თარგმანი რაითა ყოვლით კერძო დაამტკიცოს ვითარმედ ჭეშმარიტებით კაც იქნა. რამე თუ ორგზისი და სამგზისი ჭეშმარიტებისა გამომაჩინებელი არს წერილთა შინა, ამისთვის სამგზის იგივე სიტყვა ითქვა ლოცვასა შინა, რაითა სარწმუნოხოს განგებულება ითვისი. რამე თუ უკვე თუ ამას ყოველსა ზედა არიან ვიეთნიმე ესოდენ უგულისხმო, რომელ ურწმუნო არიან განკაცებასა მისსა და ბუნებასა მას, რომელი ჩვენგან მიიღო, უკვე თუმცა ესოდენი საქმენი ცხადნი არა ეჩვენეს, ოდესმცა ხრწმენა. ხოლო მორაივიდა მეორედ და პოვნა იგინი მძინარედ, არღარა ამხილა, არამედ დაუტევნა და წარვიდა, რაითა არა მეორედით ამხილებითა უმეტესად მოწყვლას წყლულნი იგი გულნი მათნი. არამედ წარვიდა მესამედ, ილოცა და მოვიდა და hrქვა მათ. სახარებაი, დაიძინეთ ამიერითგან და განისვენეთ. აჰა ესე რა მოახლებულ არს ჟამი და ძე კაცისა იმიეცემის ხელთა ცოდვილთა. აღდეგით, წარვედით ამიერ. აჰა ესე რა მოიწია მიმცემელი ჩემი 26, 45, 46. თარგმანი აჩვენებს ვითარმედ არა მათისა შეწევნისა და თანადგომისა მოქენე არს. ამისთვის ეთქვის, დაიძინეთ ამიერითგან და განისვენეთ. აჰა ესე რა მოახლებულ არს ჟამი. უკვე თუმცა უხმდა მათი შეწევნაი, უფრო ისად მაშინ იყო ჟამი მუიძარებისაი, ხოლო იგი ეთქვის, დაიძინეთო და განისვენეთ. და კვალად ამისთვისცა რამე თუ იცოდა ვითარმედ ეგულებოდა ყოველთა სიულტოლაი და მისი დატეობაი. და კვალადცა გულისხმა უყოფს ვითარმედ განგებულებაი იყო მისი იგივნებაი. ამისთვის თქვა, ესე რა მოახლებულ არს ჟამი და ძე კაცისა იმიეცეს ხელთა ცოდვილთასა, რაითაცნან მოწაფეთა, ვითარმედ არა თუ იგი თანამდე ბრალისა რაისამე იყო, არამედ უკეთურებისაგან ჰურიათა ისა იყო საქმე იგი.
აღდეგით, წარვიდეთ ამიერ. აჰა ესე რა მოიწია მიმცემელი ჩემი. ამათ სიტყვათა მიერ ასწავებს მათ ვითარმედ არა იძულებით არს საქმე იგი არცა უძლურებისაგან, არამედ განგებულებაი არს გამოუთქმელი. ამისთვისცა უწყოდა ზედამოსვლაი მათი და უფრო ისხა მიეგებოდა, არა თუ იულტოდა. სახარებაი, და ვითარცა იგი ამას იტყოდაღა, აჰა ესე რა იუდა ერთი იგი 12-თაგანი, მოვიდა და მისთანაერი მრავალი მახვილითა და წათებითა მღვდელთმოძღვართაგან და მოხუცებულთა ერისათა. ხოლო მიმცემელსა მას მისცა მიეცა მცნებაი და ეთქვა, რომელსა მე ამბობს უყო, იგი არს შეიპყართ იგი. და მეხსეულად მოუხდა იესოს და hrქვა, გიხაროდენ მოძღვარ. და ამბობს უყო მას. ხოლო იესო hrქვა მას, მოყვასო რომლისათვისცა მოსრულ ხარ. მაშინ მოუხდეს და დაასხნას ხელნი მათნი იესოს ზედა და შეიპყრეს იგი 26, 47, 50. თარგმანი, ჰოი რაოდენიღა უკეთურებაი დაიტია სულმან იუდაისმა. რომლითა მეთვალითა უძლო მიხედვად პირსა სახიერისა მის მოძღვრისასა. რომლითა პირითა იკადრა ამბორის ყოფად. ჰოი გონება იგი ბილწი. რაიღა განიზრახა რომელსაღა საქმესა შეჰკადრა შესლვად. რომელიღა სასწაული მისცა შეპყრობისა მისისაი. რომელსა მე ამბობს უყო, იგი არს შეიპყართო. მინდობილი ყოფრიაცა მას სახიერებასა მისცა ვითარმედ არა გარე მიაქციოს. ჰოი უბადრუგსა მას. უფრო ისხა ამის საქმისაგან თანაედვა შეკდიმებაი, გარნა არა შეიკდიმა. ამისთვისცა უმეტესად დაისაჯა, რომელ ესრეთ სახიერი და ტკბილი იგი უფალი მისცა. და საკვირველ არს ვითარ კვალადცა იტყვის მახარებელი ვითარმედ, ერთი იგი 12-თაგანი და არა უძნავს მისი 12-თაგან წოდებად. ხოლო რაისათვის მიეცა მცნებაი იგი, თუ რომელსა მე ამბობს უყო, იგი არს შეიპყართ. რამე თუ მრავალგზის ხელყოს შეპყრობად მისა და ვერ უძლეს, არამედ განვიდის ხელთაგან მათთა, ვითარცა ღვთისმეტყველი იოანე იტყვის, ამისთვის უბადრუგმან მან ესე მისცა სასწაულად, რაითა რომელსა მან ამბობს უყოს, შეიპყრან, ვითარმცა ამით წესითა ვერ განერა. და არა იცოდა მედგარმან მან და უშჯულომან, ვითარმედ უკვე თუმცა მას არა ენება, ვერცამცა აცხელეციფა შეპყრობად მისა. და რაითა ცნან ვითარმედ ესე ესრეთ არს, ამისთვის დაუბრუნა თვალნი მათნი. და ოდეს იგი hrქვა მათ, ვის ეძიებთ. და მათ hrქვეს, იესოს ნაზარეველსა. hrქვა მათ იესო, მე ვარ. დგა იუდაცა მიმცემელი მისი მათთანა. და ვითარცა hrქვა მათ, ვითარმედ, მე ვარ, უკუნიქცეს გარე და დაეცნეს ქვეყანასა. იოანე 18:4 და ლამპრები აქუნდა და იუდა მათთანა იყო, არამედ ვერ ხედვიდეს მას, ვიდრემდის მან თავად მან გამოუცხადა თავითვისი და hrქვა, მე ვარ. არა ერთგზის, არამედ ორგზისცა, რამე თუ ვინაიდან უჩვენა ძალითვისი და არა შეიგონეს, მერმე შეუნდო შეპყრობად თავისათვისისა და hrქვა იუდას სახიერებით და სიმშვიდით, მოყვასო რომლისათვისცა მოსრულ ხარ. ხოლო ლუკა იტყვის, იუდა ამბორის ყოფით მისცემა ძესა კაცისასა, ლუკა 22:48 არცა თუ სახისა ამისგან გრცხვენისა. ამას ყოველსა ზედა არავე შეიგონა. ამისთვის მისცა უფალმა ნებსით თავითვისი. და დაასხნას ხელნი მას ზედა და შეიპყრეს იგი, მას მებრღამესა, რომელსა პასექსა ჭამდეს, და დღესასწაულთა მათთა თავი იყო.
ესრეთ დუღდეს და ბორგდეს შურითა და მტერობითა უღმრთონი იგი, გარნა უკვე თუმცა არა თავადსა ენება, ვერ ეძლო მათ შეპყრობად. ხოლო არა თუ ესემცა ულხენდა რას იუდას ანუ ჰურიათა სატანჯველთა მათგან საუკუნეთა, არამედ უფრო ისად დასჯის მათ, რამე თუ იხილეს ძალი მისი და თვისავე უკეთურებასაც ზედა ეგნეს, უფრო ისად უკეთური იგი იუდა. სწავლა იფგან გახრებისათვის. ამისთვის, ძმანო, ვილტოდით ან გახრებისაგან, რამე თუ ამან ნებამან წარწმიდა იგი, ამან მხეცთა უფიცხეს ყოლსაწყალობელი იგი და ბილწი. და ყოველთავე რომელთა მძლე ექმნას უკუანა ისკნალსა ბოროტსა შთას თხევს და უფსკრულად ჯოჯოხეთისა შთააგდებს. და კვალადცა ვითხვი, ვილტოდით ან გახრებისაგან. და ამისა თქუმად არაუდეს დავსცხრე. კაცო, რასა შეჰკრებ ოქროსა? რად მხეცსა მას უმძვინვარეს ყოფ და სრულიად დაამონებ თავსა შენს ამძლავრსა მას უწყალოსა? თქულ თუმცა შენი იყო ყოველი ოქროი პალატისაი და რომელიცა სიღრმეთა შინა ქვეყანისათა დამალულ არს, რაი სარგებელნცა გეყო, მორაი იწიოს სიკვდილი და ცარიელი განხვიდე და იგი ყოველი სხვათა დაუტეო. და ვიდრეღა აქა იყო, სამზირებელი ყავმცა ავაზაკთა და მპარავთა, მტერთა და შემასმენელთა, რამე თუ მდიდრისა მრავალთა ძალუცვნებად, ხოლო გლახაკცა რაი ვინავნოს, ანუ რაი წარუღოს. ამისთვის თქუმულ არს ვითარმეთ, გლახაკსა და შიშველსა ვერცა თუ 1000 კაცსა ხელეწიფების დატყუევნად, ვერცა თუ მეფესა ძალუცვნებად, რამე თუ აქუს დიდი შემწე, სიგლახაკე იგი. ხოლო ვეცხლის მოყვარესა ყოველთავე ძალუცვნებად არა კაცთა ოდენ, არამედ გრკილთაცა და მატლთა და სიგრძეცა ჟამისაი დიდად ავნებს, ხოლო დღენი მისნი ზრუნვათა და შიშთა და ურვათა და იჩუთა შინა განილევიან და განძღომათ სიმდიდრითა მით ვერ ძალუც, დაღაცა თუ აქურს. ამისთვის იტყვის ბრძენი ვინმე, ვითარცა საჭურისი იმის სრული დედაკაცისა ქალწულისა, სურვილ არ ნახსრულებად გულის თქუმისა თვისისა და ვერ ეძლის და სულ თითქუან, შეადარე ზირაქი 30, 21 ესრეთ არიან ყოველნი მდიდარნი, აქუს სიმდიდრე და განძღომად ვერ ძალუც, არამედ დღითი დღე უმეტესისა სურინ. უძნავნცაი, რომელ არა წვიმ ოქროსა უმძიმზე, რომელ არა გამოსცემს ოქროსა და არარაი არს მისთანა განსვენებაი ანუ შუებაი, არამედ მონებაი ვნებათა ბოროტთაი. ხოლო იგი ოდენ არს უფალ საფასეთა, რომელიც არაგებდეს ჯეროვნად, ხოლო სხვანი იგი ან გახრნი მონანი არიან და ტყუენი ვნებათა და ცოდვათანი, რამე თუ სიმდიდრემან პოვნეს თუ უგუნურნი, უუგუნურეს ყოფს. პოვნეს თუ ბილწნი, უბილწესად გამოაჩინებს. ხოლო სიგლახაკე დასაბამი არს სიბრძნისაი, უკვე თუ ენებოს, ფრიად უადვილესად მოიგებს შიშსაღმრთისასა და ყოველსავე კეთილსა. არამედ ჰოი უბულის ხმოებაი ვიეთმე კაცთაი. სწევენცა გლახაკთა და იტყვიან ვითარმეთ, იგინი არიან საყვედრელნი სოფლისანი, რამე თუ ნამდვილე არა უცხის ბრმამან სარგებელი ნათლისაი, არცა ბნელსა შინა მყოფსა ძალუც ცნობად ოქროისა ანუ მარგალიტისა, გინა პორფირისა სამეუფოისა. ეგრეთვე ვეცხლის მოყვარე მან არა უწყის, თუ რაი არს კეთილ და შვენიერ. მოიძუარცე, კაცო, ნისლი ეგევნებათაი და მაშინ იხილო ბუნებაი საქმეთაი. რად საყვედრელ არს გლახაკი? რომელ არა აქუს ოქროი და ვეცხლი და ცხედარნი პილოის ძვალისანი, ვეცხლითა შეჭედილნი და სხვა იგი უცნებაი სოფლისაი. და რაი კეთილი არს ამისგან? არცა ერთი. ნუ იყოფინ. რომელი სახლი მსგავს არს თეატრონსა და საროკოლსა მდიდართაი ანუ გლახაკთაი? ჰე, მდიდართაი. რომელი მსგავს არს სახლსა პავლესსა გინა აბრაჰამისა, მდიდართაი ანუ გლახაკთაი? ჭეშმარიტად გლახაკთაი.
აც უკვე საცნაურ არს ვითარმედ იგი არს პატიოსან და წმიდა. შევედ კაცო სახლსა ზაქესსა და იხილე, ოდეს შევიდო და მუნ ქრისტე, ვითარ შეამკომან. არა მოხმზადნა საჯდომნი ძოწეულნი და ბისონი, არცა საყდარნი და ცხედარნი ოქროქან დაკებულნი, არცა გამოიღო საუნჯეთაგან საბურავები სახითქმული და ბიალონები იქცევისი, არამედ შეამკო სამკაულითა, რომელიც სათნო იყო უფლისა, რამეთ უხრქუა უფალსა, აჰა, უფალო. ზოგი ნაყოფთა ჩემთა იმირსცე გლახაკთა, და უკვე თუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო 4 წილი. ლუკა 19:8. აც უკვე ჩვენცა ესრეთ სახეთ შევამკობდეთ სახლთა ჩვენთა, რაითა შემოვიდეს ჩვენ და ქრისტე. ესე ვითარი ტაბლაი დაუგოთ, ესე ვითარი საჯდომნი დაუსხნეთ, რაითა განისვენოს ჩვენ შორის, რაითა სავანეყოს ჩვენ თანა მამით და სულით წმიდითურთ. ეგრეთვე მათე მეზუერე მანქნა, გულს მოდგინებითა შეამკო სახლითვისი და დატევებითა ყოვლისაითა და შედგომითა ქრისტესითა. კორნელიოს კვალად შეამკო ქველის საქმითა და ლოცვითა. რამე თუ სამკაულ სახლისა არს სათნოებაი. და უნდოებაი სახლისა არა ესე არს, ცხედარი საგლახაკოი და ჭურჭელი კეცისაი და კედელნი მტვერდადებულნი, არამედ ცოდვანი მასში ნამყოფთანი. და ამას ქრისტე გამოაჩინებს, რამე თუ სათნოებისა მოქმედთა შორის განისვენებს, ხოლო ოქროლესულთა მათ და ცოდვითა სავსეთა არცა თუ მიახლების. აც უკვე სადა ყოველთა მეუფე მკვიდრარს, ჭეშმარიტად ყოვლისავე სამეუფოისა პალატისა იგი სახლი უბრწყინვალეს არს, ხოლო სადა ჭურჭელნი ეშმაკისანი არიან, იგი რაღაცა თუ ოქროითა მოლესულიყოს და მარმარილოითა შვენიერითა ბრწყინვიდეს. უხენიშეს არს სასკორეთა და სამჭვირეთა ადგილთასა. ამას არა მათთვის ვიტყვი, რომელნი სიმდიდრესათვის საგლახაკთა ზედა წარაგებენ, არამედ ვეცხლის მოყვარეთა და ანგართათვის, რაითა ცნან, ვითარმედ სახლთა მათთა ქრისტე არა შევალს. და ნამდვილე არა ვპოვებთ, თუ შევიდა იგი ბრწყინვალეთა ტაძართა, არამედ მეზეუერისათა და მეთევზურთასა, არა სამეუფოთა და ფუფუნეულთა თანა. და შენცა უკვე თუ გნებავს შეწყნარებაი ქრისტესი, შეამკვე სახლი შენი მოწყალებითა, ლოცვითა, ვუძარებითა, მარხვითა, სიყვარულითა, სიმდაბლითა. უკვე თუ ესენი გაქუნდენ, რაოდენცა გლახაკი იყო და სახლი უნდოი გაქუნდეს, ნუ სირცხვილ გიჩნს. და რომელი მდიდარ არს და დიდებულ, ნუ სიმდიდრისათვის ზუაობს, არამედ უფრო ისად ხრცხვენოდენ და ისწრაფდინ ზემოთქმულისა მის სიმდიდრისა სათნოებათა ისა მოგებად, რაითა ღირს იქმნას ქრისტეს შეწყნარებად და საუკუნეთა მათ კეთილთა მიემთხვიოს მადლითა და კაცთ მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხველს მყოფელით სულითურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.